მეათე კლასში ვიყავი ლექსების ფეშდაფერი. წერა ბავშვობიდან დაიწყო. ჯერ კიდევ მე-9 კლასში იყო, როდესაც მისი ლექსებით ცხინვალში არსებული ერთ-ერთი დიდი გამომცემლობა დაინტერესდა. მაშინ ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მშობლიური კუთხის ყველა გოჯი მისთვის ასეთი შორეული და სანატრელი გახდებოდა. პროგრამა სიახლენის რუბრიკა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრებასა და გმირულ მაგალითებს მოიცავს, ამჯერად პოეტ გერონტი მესხის ცხოვრებით დაინტერესდა. ხელოვანი ახლა თავისი შემოქმედების იმ ნაწილს გვაცნობს, რომლებიც ლექსებისა თუ ფელეტონების სახით წლების განმავლობაში სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში იბეჭდებოდა. ხმები მოაქვს ზენაქარს, სამაჩაბლოს ბულბულის, ნახნავს თუ ნახავს სუნელის დის სუმბულის. მაგლის ცხია მიდამოს ბარაქის და ხვავისა, რაც არ უნდა ვიდაო დგას იმედი ხვალისა. გერონტი მესხი იმ პოეტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ჯილდოებითა და პოეტური კრებულებით განებილრებულები არ არიან. თბილისში ერთგან მივიტანე ერთ გაზეთში. არ ვიტყვი რომ შეინებულად ორი ლექსი მეგობრებმა აიძულეს მიმეტანა. იქ ისეთი კურიოზი გადამხდა. ჩემი ლექსების მაგას სხვისი ლექსები გამერჩია ქალბატონმა მან ჩაწერილიც მაქვს ხო და ესა ლექსებია მითხრა ეგ ჩემი ლექსები არა მეთქე შენ მასწავლე მისი ლექსები რა თან გარბოდა ჩემი ლექსებზე მითხრა ასე იმის მე რაღაცა არ მიმიტანია ლექსები თბილისში ჩემთვის ვინახავდი დანარჩენებს 2010 წელს რაღაც განგების ძალით მოხვდი ბატონ ჯანსო ჩარკვიანთან გაზეთ ქართულ სიტყვაში ბატონო ჯანსომა ჩემგან მიტანილი რამდენიმე ლექსიდან პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე გადადო გვერდზე. მე უყურებ ალბათ დაიწუნა ფიქრობ. დანარჩენი გამომიწოდა ეს შემდეგ იყოს. ეს 5 ლექსი ეგრევე გავუშვა. იმავე შემდეგ ნომერში. მშობლიური კუთხიდან ორჯერ დევნილი, სოფელ ახალშენსა და მამა პაპისეულ ნამოსახლარებს, ახლა მხოლოდ მოგონებებში აცოცხლებს. მისი პირველი პოეტური კრებული 2014 წელს გამოვიდა. წიგნის სახელწოდებით სამაჩაბლოს ბულბული 150-მდე სხვადასხვა წლების ლექსებს აერთიანებს. 91 წლის 7 იანვარს ბიძაშვილი კომისარი იყო ჩემი, იმან გამომაცილეს და მე ის ბიძაშვილი კი რაღაც მოკლეს. იქოსება ის თვითონაც ისე გაუჭირდა. იმან გამომაცილეს ნაორს. 91 წლის შემდეგ მე ცოტა ხანს დათვა ვითარება, შევდიოდი ხოლმე, მიწევდა შესვლა, შეიძლება და თავისუფლად შესვლა და ასე თუ ისე გულს ვიჯერებდი ჩემი გადახდილი სახურავის ის შიფერი გადახადეს, რაც მასალა იყო ყველაფერი წაიღეს, მამა ჩემის სახლი გაანადგურეს, არაფერი შიგნით არ დატოვეს, ჩემი ძმის სახლის, ეს სამივეს ერთად ხდება გვერდ-გვერდით და ამას ვიღა დაეძება ჩემი მშობლები 91 წლის 11 ოქტომბერს ახოცეს 5 ადამიანთან ერთად. დავიბადე ზნაურის რაიონის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ახალშენში 1950 წლის თებერვალში. სკოლა იქვე დავამთავრე. შემდეგ კი სასწავლებლად დედაქალაქში ჩამოვედი. წერს ერთ-ერთ მოგონებებში გერონტი მესხი. მშობლიური კერა არასდროს მიუტოვებია, თუმცა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლიდანვე მისი სოფლისა და კუთხის ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. ამის მერე თანდათანობით თითქოს დაწყნა და შესვლაც ხერხდებოდა ყველაფერი 2007 წელში მე საცხოვრებლად წავედი იქ. თითქოს დამშვიდებული იყო ყველაფერი ფიქრობით, საცხოვრებლად წავედი, ჩემი სახლი უნდა აღმედგინა. მე სანამ ყველაფერი შეავრო და კიდევ კარგი აღარ გადავხურე, თორემ ისე მოყოლოდი მეორე. ასე მაინც მომიწია რაში, ისე ასე წამოსვლა, აქეთ წამოსვლა. ის რაც კი ვიშოვე, კიდევ კარგი არ შევიტანა ისინი მაინც, თორემ მე ყო ის რაც დავკარგე იქ და იმის მერე 2008 წლის შემდეგ, ხელახალი არეულობის შემდეგ მე იქ აღარ შევსულა. იქ არის ბიძაშვილი ოსი მეუღლე ყავს გურამ ბუზალაძეს, იქ ცხოვრობს, შვილები აქეთ არიან და 8 წლის შემდეგ იმას არც ერთი შვილი არ ვნახე, 4 შვილის პატრონია, ოჯახებიც აქეთ არიან. ის სულთანეთად ის იქ არის და ის არაულობს ასე ვთქვათ ჩემს სახლს, მაგრამ
თვითონაც გაჭირებია თავისი კაცმა, აქაც ვეღარ გამოდის. ცოლს დატოვებს თუ ისე მიქარეს და სკოლაც კი აქვს გახსნის ფოტოშოპის და 8 ბავშვი ყავს გონი თუ არ ვთქვი და იმის დირექტორიც ეგ არის მასწავლებლის და სასწავლო ნაწილის ყველაფერი. სანამ მშობლების დღემდე ოკუპირებულ საფლავებთან მივა და მათ ხსოვნას ღირსეულ პატივს მიაგებს, მანამდე თავს ლექსების წერით იქცევს. სწორედ ამ სტრიქონებში ცოცხლობენ წარსულის მოგონებები, რომლებსაც დროის დინებამ ვერაფერი დააკლო, წლები გავიდა, ბევრი რამ დროსთან ერთად გადაფასდა, როგორც თავად ამბობს, ახლა შერიგების დროა. სადაც ომის ხმაის მისი ფრინველის თხებიან, მიგვატოვებს გვირგვინებმა სისაწყელას გამოჩნდა, ომმა ასე ინება იქცა ყველას გამოსდა და ხმაურობს ისველი ძმები შუხსო ვიწყებდით. მონაცრის ფრინველი მღერის თავდავიწყებით, მღერის თავგამეტებით, მღერის თავდაჯერებით, გზებზე აღარ ეტევა ჯადოსნური ბგერები, ეფინება მანდილად ხალხებს ჩიტის გალობა, წვიმად მოვა ნამდვილად ციდან ღმერთის წყალობა, გალობს, თითქოს აკვანთან იავნანას მღერიან, გასტროლის დრო დამთავრდა, ახლა ძმობის ჯერი.